გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო. მედია კავშირი ობიექტივის სტუდია ნომერ 8-დან თქვენთან ერთად თითქმის 1 საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ვიქნებით მე, ირაკლი კობრავა და ბატონი გიორგი კარტოზია. მოგესალმებით. დარეკეთ, შემოგვეხმიანეთ, ვისაუბროთ, პოლემიკაში შევიდეთ. ჩვენთვის თქვენი აზრი, მოსაზრებები ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ერის დაკვეთებს ვასრულებთ. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ვიყოთ თქვენ გვერდით, თქვენთან ერთად, იმიტომ რომ ის, რასაც თქვენ განიცდით, იგივეს ჩვენ განვიცდით და იგივეს ჩვენ ხედავთ და ჩვენ გვინდა რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს, ამიტომ თქვენი აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი განცხადება მინდა გიორგის, რა ვიცი, დამეთანხმება, გარდაიცვალა კარგი ადამიანი, კარგი თბილისელი კაცი. თბილისელი ბიზნესშიც იყო, პოლიტიკაშიც იყო, ერთი პერიოდი კი რაღამ დაამარცხა მიშაც, რა ვიცი, ლევანი გაჩეჩილაძეს, ძალიან ისეთი თბილისური ადამიანი და რა ვიცი, გვინდა მის ყველა გულშემატკივარს მიუსამძიმროთ, ჩვენს ოჯახს და პირადად ყველას მათ სამძიმარს უცხადებთ და ღმერთმა გვაშოროს ესეთი ახალგაზრდა ადამიანების წასვლა ამ ქვეყნიდან. ღმერთი იყოს და იქ დაამკვიდროს, სადაც მართალი განისვენებენ. დღეს ახლა მე და გიორგი შევეცდებით უბრალო ენით, აი იმითი რა, როგორც შეიძლება რომ კონტაქტი გქონდეს ჩვენ საზოგადოებასთან, თქვათ რა არის ბიუჯეტი. ვინ არის ამ ბიუჯეტის შემსები, რა სახსრებით ივსება ეს ბიუჯეტი და სად უნდა განიკარგოს ეს ბიუჯეტი. არის რომ გვაყვედრიან, რომ თქვათ ახლა თბილისში ახლა მე ვიცით რა, ჩასაფრებული არასდროს არ ვიყავით, არც ვარ და არც ვიქნებით. უბრალოდ გვინდა კონსტრუქციული, ჯანმრთელი ოპოზიციური აზრი ვთქვათ იმასთან მიმართებაში, რაც ხდება ქვეყანაში, რაც ხდება ჩვენ ქალაქში და საერთოდ რა და როგორ არის. ჯერ ცოტა შორიდან მოვუაროთ, მსოფლიოში რა ხდება ის ვთქვათ, გიორგი. რა თამაშობენ ტრამპი და პუტინი, ეხლა რაღაცები გასაგებია, იმიტომ რომ ეხლა ტრამპს რეიტინგი ეცემა და ეცემა ყოველ დღე და არც პუტინს აწყობს ეს, რომ ტრამპის რეიტინგი დავარდეს, იმიტომ რომ რაღაცა თამაშებში არიან აყოლილები და ტრამპმა ყველაფერი ამის მერე რაც შეხვედრა იყო, ევროპას გადააბარა ეს ყველაფერი, თვითონ ხელები დაიბანა, თვალებში ჩახედა პუტინს, პუტინმა თვალები დაუბრია. რა ვიცი, არა, ეს სასაცილო არ არის, რა თქმა უნდა, რეალობა. უბრალოდ აი რეალობა უნდა როგორ ხედავ შენ აი ამ სიტუაციას? ირაკლი, მე არ ვიცი შიგნით რა იყო საუბრები, როგორ იყო საუბრები, თავიდან აი მაგას არ შეხვედრასაჯეროებენ კაც. რა იყო, როგორ იყო, ნამდვილად არ ვიცი რა, რეალურად, მაგრამ ის რაც კადრები იყო გამოტანილი და რაც ვნახეთ და დღის შუქი იხილა ამ კადრებმა, ეს იყო ამერიკის მიერ რუსეთისადმი კეთილგანწყობა, ხო, ალბათ უფრო მორიდება და შიში, მე ესე ვიტყოდი, ხო, რაღაც სიტუაციების დან გამომდინარე რა კეთილგანწყობაც არის, რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება, რომ და ალბათ მე ვფიქრობ, აი ეს ყველაფერი რაც იყო სააშკარო იქიდან ნათელი ჩანს, რომ ეს ორი ქვეყანა გარკვეულწილად კომპრომისზე წავა ერთმანეთთან და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ჩინეთის ფაქტორი არის, რა თქმა უნდა, კი, ჩინეთი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ამაზე და ყველანაირად ცდილობს ახლა ტრამპი, რომ რუსეთი თავისკენ მიიმხროს
და ორი ერთზე აღმოჩნდეს, ხო, ორი ერთზე აღმოჩნდეს ჩინეთის წინააღმდეგ, ან ყველანაირად ცდილობს და მით უმეტეს განსაკუთრებით ეს იყო და შთამბეჭდავი იყო არა იმისთვის, რომ აი რომ შეხვდნენ და რაღაცა, არამედ მერე როცა დაიბარა ეს მთელი ევროპის ლიდერები ისინი და 1 საათის განმავლობაში მე თავი დამანებეთო 1 წუთიო და 1 საათის განმავლობაში ესაუბრებდა პუტინის ტელეფონით. აი აქ მთავრდება ყველა და ყველაფერი, აქ ბრუნდებით ჩვენ იმ სიტუაციაში, რასაც ქვია ორპოლუსიანი მსოფლიო. ერთი პოლუსი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების და მეორე იქნება რუსეთის. ალბათ გადაწილების ჩინეთის ამოგდება ამ სისტემიდან ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩინეთი ისეთი განვითარებადი ქვეყანაა, რომ რუსეთიც კი დღეს ჩინეთი, რა თქმა უნდა, ჩინეთი რეალურად. როდესაც ჩინეთმა თქვა, რომ რუსეთის დამარცხება გამორიცხულია ამ ომში, უკვე ევროპა შეშფოთდა. ევროპა, რომელიც მე ახლა გვახსოვს, რომ ჰიტლერის დროს იყო SS-ი, იყო პოლიცია, იყო რაღაცა ჩანდაბა, უბედურება, გესტაპო და რაღაცა, მაგრამ აღმოსავლეთი გერმანია რო გაგდა შტაზი გაკეთდა ესეთი სასტიკი პოლიცია არყოლია მსოფლიოს რაც აღმოსავლეთ გერმანიაში იყო და დღესაც რაღაცა არ ვიცი რა ბოღმა აქვს ეთყობა აი ძველი დროიდან მოყოლებული როდესაც რომაელები ტილები დაძდებდნენ და როგორც სოფიან ძაღლებს კლავდნენ ტყეებში ეთყობა იმით თორე რა არის როგორ შეიძლება რაღაცა ჯარი შევიყვანოთ დღეს უკრაინაში რა ამას რუსეთი გადაყლაპავს ეგეთი რაღაცა რა თქმა უნდა ირაკლი ახლა ამაზე საუბარი ზედმეტია ამაზე საუბარი ზედმეტია და წინა გადაცემებში სანამ ეს შეხვედრებიც მოხდებოდა ჩვენ საუბრობდით რომ აი დერეფანი რომელიც ახლა კეთდება რეალურად აი ეს ეზერუმის დერეფანი და მე ვფიქრობ რა ჩემი აზრია ესეთი ალბათ რომ აი ახლა სულ მალე ალბათ უკრაინაშიც მშვიდობა დამყარდება და ისადგურებს მშვიდობა და რუსეთი ამისთვისაც მოიცავს არ დაუთმობს რუსეთი არ შეიძლება კავკასიაში ჩააბაროს ჩემი აზრი ესეთია ახლა შეიძლება ბევრი შეგვეწინააღმდეგოს ამაში შენც ალბათ ასე ფიქრობ რომ არ დაუთმობს და ახლა იქ უნდა შემოვიდეს თურქეთის ჯარი ხო დასაცავად აი თურქეთია რა ხო რეალურად თქვენ წარმოიდგინეთ ახლა შუა კავკასიაში შემოდის თურქეთის ჯარი მუსულმანური სახელმწიფოსი მოდი ესე ვთქვათ ხო და ჩრდილოეთ კავკასიის ამდენი სახელმწიფო ქვეყანა არის მუსულმანური რუსეთი. ეს გამოიწვევს რეალურად აი ეს ჯაჭვურ რეაქციას და რუსეთის ომი გარდაუვალი გახდება. აქ ერთი მომენტია რა, იცი როგორ არის დღეს თითქოს რუსეთს არცალია. ზარია ირაკლი და უპასუხოთ რა. გისმენთ? გამარჯობა ბატონო გიორგი. გამარჯობა. გამარჯობა ბატონო ირაკლი. ღმერთმა გაგიმარჯვოთ. დღეს მინდოდა სოციალური პრობლემების დამესვათ კონტექსტში. კი ბატონო, ძალიან გიპასუხებთ. ძალიან და გიპასუხებთ, არაა პრობლემა. კატასტროფული, ხმარწია ელემენტარული სამლების პროცესია. თითქოს ეს აფრიკები ერთმანეთს ეჯიბრებიან. 6 თვის წინ სამალი რომელიც 30 ლარი ხიდა, დღეს 50 ლარი. აი მე მაგალითად ვისურვებდი რომ თქვენ სწორედ ამ პრობლემებზე გადემახვილებინათ ყურადღება. მადლობთ ხალბატონო ზარისთვის ეხლა ცოტა მიმოვიხილეთ ეს ეს ყველაფერი ჩვენზეც რაღაცა გავლენებს ახდენს იცით იმიტომ რომ ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს ისეთი რომელსაც შეიძლება დაეყრდნოდა ის რაღაცა პრობლემა რო შეიქმნეს არ გაიქცნენ და არ მიგვატოვონ და არ ჩაგვტოვონ ამ უბედურებაში ამაზე გვაქვს საუბარი თორე მე წეღამ თქვი რომ ჩვენ ბიუჯეტზე დავიწყებთ საუბარს ბიუჯეტი არის ძირითადი ის საშუალება რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ხელისუფლებამ ქვეყნის მოწყობის და ხალხის კეთილდღეობისთვის დავსვათ ესე შეკითხვა რითი ივსება ბიუჯეტი ბიუჯეტი რო შეივსოს ბიუჯეტი ეს ინგლისური სიტყვა რომელიც განსაზღვრავს ფულად ნაკადს და ბიუჯეტი შეიძლება იყოს
საოჯახო საწარმო, მაგრამ თავარი არის სახელმწიფო ბიუჯეტი და ბიუჯეტში არის კიდე დაცული მუხლები, რომლებიც უნდა იყოს დაცული და ეს არ უნდა იყოს შექცევადი. ზარია გისმენთ და მე გავაგრძელებთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. ირაკლი და გიორგი ძალიან ძვირფასი ადამიანები ხართ. გაიხარეთ. თქვენ ჩვენთვის ყოველთვის ძვირფასი ხართ. აი ძალიან პატივსცემთ და ნამდვილად ღირსეული მამულიშვილები ბრძანდებით. მადლობა, ცოტა ნუ გადააჭარბეთ. ირაკლი, გიორგი, გენაცვალე. აი ეს არის რუსთაველს მოვიყვან დასტურად რომ მართლა დიდყის მოციქული შიში შეიქ სიყვარულსა რა თქვენ სიტყვაზე მოვირაკლი თქვენ რო ეს ღმერთის სიყვარულზეა საუბარი და ჩვენ ღვთისმოსავი ხალხი ვართ და დიახ წამს და ვიცით რომ და რა შეეხება ჩემო კარგო თქვენს აი ზუსტი შეფასებაა თქვენგან გაკეთებული და ზუსტადაც რომ ჩვენ დღეს გვმართებს ძალიან დიდი გონიერება. მე მგონი ყველა დააფრთხო ლავროვის ჩაცმულობამ SSR როეწერა და მე მგონი ყველა შიში ზარი დასცა მაგას. იმიტომ რომ ეს უძლიერესი დარტყმა. კი ბატონო. გამარჯვებული იცით რა მაპატიეთ არც ტრამპად სუპა გვაწყობს და არც ლავროვის ეგ მოქმედებები იცით რა ცოტა სერიოზული რაღაცები ხდება და მესმის მაგრამ ის აუცილებელი იცით რატომ იყო დიდმა ქართველმა გაიმარჯვა მაშინ საბჭოთა კავშირის დროს დიდმა ქართველმა დამთავრდა ეს პერიოდი ქალბატონო დამლაგებლები აღარ არიან ამ ქვეყანაზე არა არ არის ეგრევე აირაკლი ჩემო კარგო იცით რატო გელაპარაკები ძალიან შინაურად გთვლით თქვენ და იმიტომ ლაპარაკობ ასე შინაურ იცით რა არის როცა ძლიერი ხარ და იმას იგნორირებას უკეთებ არ არის ეს სწორი ისტორიის გადაწერა არ არის სწორი ჩვენ ხო ვიცით რომ ამერიკამ განაცხადა რომ ომი მოიგო მაგან და რუსეთი დაეხმარა წარმოგიდგენიათ საბჭოთა კავშირის გამარჯვება მიიწერეს თვითონ არ შეიძლება ისტორია გადაწეროს. ბოდიში ჩაგერთვებით ქალბატონო, როდესაც პუტინი გამოდის და ომის გამარჯვებაზე სტალინს არ ახსენებს, ეგ არის სამართალი? არ არის სამართალი. ხო და აბა რა გინდა იმ ამერიკელს ასერჩი ქვეყანა გაგიკეთა იმ სტალინმა და ატომური ქვეყანა ჩაგაბარა და დოულათი და ყველაფერი მოგცა შენ არ ახსენებ ამერიკელი უფრო არ მეც არის თქვენს კაცო ვინ ჩემ ფეხები იყო სტალინი კაცო ჩვენ მოვიგეთ ომი აი მაშია უბედურება რუსეთი არ ეძებს მეგობარს არ ეძებს თან პარტნიორს იმას ჩექმა მიაჩნია რომ ყველაფერი არ და ამაშია რუსეთის დანაშაული მაპატიეთ ეხლა ჩაგეჭერთ მაგრამ დღეს მაგალითად ამ ომში რუსეთი არ არის დამნაშავე არა რა თქმა უნდა გეთანხმებით 100%-იანად დიახ კარგი გენაცვალე დიდი მადლობა არა მადლობა მადლობა დიდი მადლობა კარგია როცა ესე გონიერი ქალბატონი დარეკავს და თავის აზრს მოგვაწვდის იმიტომ რომ ჩვენც ვეთანხმებით რა თქმა უნდა რუსეთი არა მაგრამ არა აქ არის მინუსი სწორედ და ამას არა მარტო დაუშვათ ჩვენ საუბრობთ ამას საუბრობენ რუსეთში თვითონ ეს პოლიტიკოსები რომლებიც საუბრობენ იმას როდესაც იყო ეს 80 წლის თავზე გამარჯვების აღლუმი არ ხსენებულა თავარსარდლის სახელიდან ადამიანმა რომელმაც გაიმა რეალურად ამარცხა ფაშიზმი და აბა რატო ვერჩით ამერიკელებს რომელიც ამავე დღეს ეხლა იაპონიაში ბომბი ჩამოაგდო ამერიკამ და იაპონელმა ბავშვმა იცის რომ რუსმა ჩამოაგდო ეს ატომური ბომბი და მიდის ისტორიის გადაწერა ესა უბედურება გამიგეთ ესა უბედურება გებელსის დოქტრინა რა იყო შეუცვალ ერს ისტორია პირველ თაობაში მიიღებს შტერს და მეორე თაობაში დეგენერატს ისტორიის შეცვლა დღეს როგორც ახლა რა ვიცი საქართველოს რა არ გაუკეთებია ყველაფერი გააკეთა ხალხო იმ მეორე მსოფლიო ომის დროს ყველაზე დიდი მობილიზაცია 120%-იანი მობილიზაცია ჩაატარა და მე სკოლის მერხიდან ბავშვი დგებოდა და ვითო ის იყო რა ქვია მოხალისე მიყავდა ჯარში 700,000-დან 350,000-ზე მეტი დაიღუპა ამაზე მეტი რა უნდა გავიღო და დღეს ახლა ვიღაცა ვიგინდა რა პატარა გაუნათლებელი ბავშვები გამოდიან და რაღაცას ლაპარაკობენ ეს არასწორია იმიტომ რომ დღეს განათლების სისტემა არის
ნოლი კი არა, უშნო. გარყვნილი და გათახსირებულია. როგორ შეიძლება არ იცოდეს ბავშვმა საქართველოს ისტორია არ იცის. ისტორია არ იცის და რაზე უნდა ვისაუბროთ? მე არ ვიცი, ესე იღუპება ერი აღარა ვართ. დააყო ამ ქოცებად, ნაცებად და მიდის ამათ შორის კალამბური და ჩვენ არავინ არა ვართ, ხსენებაშიც კი არა ვართ. არა ვართ, იმიტომ რომ ესეა თუ არ ახსენებ, დავიწყებული ხარ და ამას აკეთებს როგორც ქოცი ისე ნაცი, იმიტომ რომ არ არწყობს ეს პროგრამა არ არის ქოცების და ნაცების დაწერილი, ეს პროგრამა როგორც ისე დაწერილია სოროსის მიერ, რომელსაც არ სურს და არ უნდა ეროვნული იდეოლოგია იყოს საერთოდ ქვეყანაში. ზარია და გავაგრძელებთ. გისმენთ? ჰალო. გისმენთ, ისაუბრეთ. იცით რა? ისმენთ. მე ასე ვფიქრობ, რომ საერთოდ წელ სოფლიოში სტალინის თანაკაცი ხალხისთვის არ ყოფილა. არავინ არ ყოფილა გარდა ახლა უკეთესებიც იყვნენ, მეფეები ყავდა ისეთი, რომელიც ძირითადად მუშებისთვის და გლეხებისთვის. და კიდევაც იყო ჩამოყალიბებული ყველანაირად, ესე იგი ეს საბჭოთა კავშირი რომ სიმდიდრე მოდიოდა, მაგრამ არ დაცალდა, უკვე დაინგრა, იმიტომ რომ კორუფცია ძალიან განვითარდა, სტალინი რო დაიღუპა და იმის შემდეგ ვეღარ წამოიგა ფეხი ვერაფერმა. ამიტომ ჩემი აზრით ქართველი კაცი იყო, არ არსებობდა გერმანიასთან მოეგო ვინმეს სტალინი რომ არ ყოფილიყო. კი ბატონო. სტალინმა მოიგო რა თქმა უნდა, ტერიტორიულადაც, ხალხითაც, მაგრამ თავის გონებით და თავის ჭკუით. მადლობა ზარისთვის, გასაგებია თქვენი აზრი. გარკვეულწილად ჩვენც ვეთანხმებით, რაღაცა არის ეპოქები, როდესაც მოდიან და მიდიან ადამიანები, მაგრამ უცოდველი არავინ არაა, ყველას თავის ცოდვა მიყვება და ყველას თავის ცოდვა, მაგრამ ისო რუსეთი სტალინმა თქვა ველიკი რუსკი ნაროდ და იმის მერი არიან რომ თითქოს რუსები რაღაცას წარმოადგენენ და ამის მერე მიდის ესეც რა ვიცი მე არ მიმაჩნია სწორად იმიტომ რომ უფროსი ძმა ტერიტორიით არ უნდა განისაზღვროს იმიტომ საქართველოს მიერ არის შექმნილი ეგ რუსეთი და ყველაფერი ჩვენი აქვს წაღებული გისმენთ ზარია Hallo, gesmutma. დიახ, ისაუბრეთ. გისმენთ. Salam შედების და ბატონო. შედობა ამარჩევთ. ბატონო ირაკლი, ბატონო გიორგი. აი, მე ხლა უყურებ თქვენს გადაცემას და ვეღარ მოვიჩმინე რომ არ ჩაგეჭრათ. მე მეგრულად მოგმართავ და ამიტომ მინდა ორიოჯერ შეჭრეთ. ბატონო. თქვა ჩემი საკუთარი აზრი. ბრძანეთ. აი, ამბობ ვერაფასებენო სტალინს აი ხევანდერი რუსეთის ლიდერი და ან სხვა პირები. აი ერთი მითხარით, რამდენად აფასებენ სტალინს მიუხედავად მისი უარყოფითი ზოგიერთი მხარების და დადებითი სხვა პირებთან, რამდენად აფასებთ საქართველოში, აი მითხარით. საქართველოს საერთოდ არ აფასებს. იცით რა მისი ძეგლი თავდაყრა არის დადგმული. გასაგებია, მესმის თქვენი ბატონო ჩემო. ბევრი შემხედრია რუსეთში. დაწყებული საბჭოთა კავშირის ზრვიდან და შემდეგში დაშლის შემდეგ, რომელიც ძალიან დადებითად აფასებს და აქ ჩვენთან საქართველოში დღეს რამდენი პროცენტი აფასებს მაგას? ძალიან მცირეა. კი ბატონო, ძალიან მცირე. ხო შეიძლება საქართველოს გაინტერესებინაო მაშინ და დამოკიდებულება ყოფილიყო. კი მაგრამ საქართველოს მაშინ ეყოლებოდა დაახლოებით ისეთი ჯარი, რაც ყავდა სხვანაირად არ მიმიღო და ლოჩი ქობარიას. იმ ჯარი ჩვენ რაც ვის შევებრძოლებოდით, რა უნდა გვექნა ჩვენ იმ ჯარის იმას უკეთესი ჯარი ჩვენ მაშინ არ გვეყოლებოდა. და მე პირადად მაგას დადებითად ვაფასებ და ყველა საკუთარი აზრია. მადლობა ზარისთვის. მადლობა თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მე ესე შევაფასებდი, იცით, ის პერიოდი, როდესაც სტალინი იყო
მარტო რუსეთში კი არა მსოფლიოში იყო ესეთი სიტუაცია, ურთულესი სიტუაცია და შიგნით რუსეთში უდიდესი მტერი ყავდა სტალინს, ეს იყო ტროცკი, რომელსაც საერთოდ რუსები მაპატიე ფეხებზე ეკიდა და რუსეთი და საერთოდ ეს ყველაფერი მსოფლიო რევოლუციაზე მუშაობდა, იქ ებრაელების ჯგუფი იყო, რომელიც ფინანსდებოდნენ ამერიკიდან და სხვა სისტემებიდან, როგორც დღესაც არის ეს დაფინანსებები და ტროცკი და კი არა თელი ეს ჯგუფი გათიშა და სტალინმა რუსეთი შექმნა. მე ახლა საქართველოს მიმართებაში ერთი იყო, რომ უნდა ის თურქეთის ტერიტორიები წამოიღო და ამაზე თელი ამბავი იყო, ატომური ბომბი რო აფეთქა ამერიკამ უცებ მერე მიიღეს თურქეთი მაშინ ნატოში და ეს გართულდა, თორე ბერია მაგაზე მუშაობდა ძალიან ინტენსიურად, რომ დაბრუნებული იყო ძველი ქართული მიწები საქართველოს ტერიტორიაზე. იყო. ბევრი რაღაცა კარგი უნდა და გაეკეთებია, ცუდიც იყო, კარგიც იყო, ეხლა შეფასებას თავისი ის აქვს, ეპოქასაც უნდა შევხედოთ, იმიტომ რომ რა ეპოქაში იყო ეს ყველაფერი. გისმენთ? ალო, გისმენთ? მოგესალმებით, პატი. გამარჯობათ. ისაუბრეთ, ცოტა ხმამაღლა. მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ იოსებ ბესარიონზე სტალინზე ლაპარაკობ. ეს ადამიანი იყო ხალხისთვის, შრომელი ხალხისთვის. სოფლიო ახასიათებს სოფლიოს ბელადი და გენიოსი. და ჩვენ რატომ ვიღაც მოღალატეს სააკაშვილმა და ჩამააგდო და რატომ აღარ მაკეთეს იმის ძებსა ისინისე. ეს ჩვენ არ გვეხელწიფება, ჩემო კარგო, ეს ხელისუფლების პრეროგატივაა. ჩვენ ხელისუფლებაში არა ვართ, ჩვენი აზრი გვაქვს და ჩვენ გამოვთქვამთ ამას. ყველანაირად შეიძლება აგერ ნაპოლეონმა მთელი ევროპა დააქცია და იმისი ძეგლი დგას და იმაზე დღეს ფრანგები ლოცულობენ და არც ეხლა ეს ყველა თემა შეფასების და გადაფასების და მომავალში ისტორიამ უნდა გააკეთოს თავისი დასკვნა. ამ გადაცემაში ეხლა მაგას ვერ მოვიცავთ. ჩვენ ეხლა ცოტა გვინდა ვისაუბროთ ბიუჯეტთან დაკავშირებით. ზარია გისმენთ და მე გავაგრძელებთ. გაითიშა. ბიუჯეტი როგორც ეგეთი, ჩემო გიორგი, საიდან ივსება? მე ვფიქრობ, რომ აი უყურე, როდესაც შენ იმპორტი 10ჯერ და 20ჯერ მეტია ვიდრე ექსპორტი, ანუ შენ არაფერი არ გაგაკ ქვეყნიდან და შემოგაკ, ეს წაგება. არ შეიძლება ეკონომიკური ზრდა იყოს, როდესაც შენ ვალუტა გაგაკ საზღვარგარეთ. და არაფერი არ შემოდის. არავითარი ინვესტიციები არ ხდება, ეს ყველაფერი სახელმწიფოში რა არის, არ ხდება ჩვენთან სახელმწიფო. არაფერი არ ხდება. რეალურად ჩამოკიდებული ვართ, ჩამოვა თუ არა, ხო, აი თქვა ტურისტი 700 მილიონის გვინო გაიყიდაო, ტურისტი ჩამოვიდა. გვინო კარგით რა მოდი რეალობა დაუბრუნდა. ვისაც სასტუმრო აქვს, ბარი აქვს, რესტორანი აქვს, ნაყიდი აქვს ეს მოპარული ფულებით, ნაყიდი აქვს საქართველოს იმის მოგება. ამაზე და ჩამოდის. თორე ხელფას 500 ლარს უაძლევდნენ იმ გამლაგებელს და იგივეს აძლევენ, კი ბატონო. რა შემოსავალი, მისთვის არის ეს დოვლათი. ისე მაგათთვის, ეს ქურდების და ვირთხების. გისმენთ ზარია? ალო. გისმენთ. გამარჯობათ, მეგობრებო. გამარჯობათ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ რუსეთის ფაქტორზე და ახალგაზრდებს უნდა ვასწავლოთ. ჩვენ რუსეთს უნდა შევხედოთ მართლმადიდებლობის ჭრილში. 1453 წლის გაცემის შემდეგ, კონსტანტინოპოლის გაცემის შემდეგ, უფალმა რუსეთი გამოარჩია მართლმადიდებლობის. რუსეთი მე-10 საუკუნეში გამოარჩია. მოდით ახლა ისტორიას შევწვით, იმიტომ რომ არ შევწვით. ყველაზე გამორჩეული მართლმადიდებლობაში ვიყავით ჩვენ ქართველები. არა, ქართველები რო ვიყავით. ქართველები რო ვიყავით, ქართველები 1453 წელს დასუსტებული ვიყავით, თუ არა. საქართველოს კონსტანტინოპოლის 1400 წელს კი ბატონო, მაგრამ ჩვენ
ის გინდა იერუსალიმში, გინდა კონსტანტინოპოლში ყველგან ჩვენი მანამდე იყო გენაცვალა. ამიტომ ცოდვების გამო, რა ცოდვების ჰქონდა იმ კონსტანტინოპოლს, თავის გამო დაისაჯა ის და დაეცა. ამის შემდეგ უკვე სოფლიოში მართლმადიდებელ დამცველად უფალმა გამოაჩინა რუსეთი და აი ამ აქ უნდა უყურო ჩვენ რუსეთს. აქედან უნდა უყუროთ. არ აქვს მნიშვნელობა რუსეთში. და რას აკეთებს ჩემო კარგო რუსეთი მაგის გამო ერთი წუთი ბოდიშით რა გააკეთა რუსეთმა მაგის საფასური როდესაც სოროველმა გააფრთხილა რომ საქართველოში არ გააკეთო ეს ყველაფერი უბედურება რუსეთი რას აკეთებს იცი საფასურს მართლმადიდებლობას ინარჩუნებს ჩვენ გვესმის რუსეთის უნდა გვესმოდეს მისი ველიკორისკი შევიზნის კი ბატონო მაგრამ ეგ სხვა საკითხია ნახეთ ნაპოლეონისგან ვინ გადაარჩინა მართლმადიდებლური სამყარო ბაგრატიონმა რუსეთმა ბაგრატიონმა გადაარჩინა კუტუზოვი იმაში ციმბირში მიდიოდა ბაგრატიონი იბრძოდა იქა გასაგებია ბაგრატიონ ქართულმა გელმა ამოწია რუსეთი მაგასაც გეუბნები კაცო ხო და ავეცი აბა ქართველი იყო და სტალინი ქართველი იყო ხო და აბა რაზე ვლაპარაკობთ რუსმა რა გააკეთა შეგეუბნები შემაგრებელ ფაქტორზე გეუბნებით ეს უნდა ვასწავლოთ ახალგაზრდებს არ აქვს მნიშვნელობა რუსეთში ვინ იქნება მართველი ის ყოველთვის იქნება დამცველი მართლმადიდებლობის მადლობა ზარის მართლმადიდებლები მილიონი რუსი ილოცებს მანამდე სოფლიოში იქნება დამცველად რუსეთი გესმის თქვენი პათოსი გესმის მესმის თქვენი და რუსების ჩვენ ბავშვობაში როგორ თამაშობდი მტერი იყო გერმანელები რუსეთმა ეგ დააშავა რომ დღეს მტერი რუსეთია აი ეს დააშავა რუსეთმა ვინ გააკეთა ეგ თვითონ რუსეთმა არ გააკეთა ეგა ჩემო კარგო მაგას გეუბნები რუსეთმა ჩვენ ხარ გაუკეთეთ რუსეთს გლობალურ კონტექსტში რუსეთი მაინც დამცველია რუსეთის დაცემა ნიშნავს მართლმადიდებლობის სამყაროს გაქრობას ამიტომ ამას უფალი არ დაუშვეს მადლობა თქვენი პათოსი ნამდვილად გვესმის რეალობასთან ახლოს არის დაფიქსირებული ყველანაირად ჩვენს რა თქმა უნდა შორს არა ვართ მაქედან მაგრამ მოდი ფაქტებზე თქვა კაცო შენ რო აგერ სომხებს ლობს უკეთებ და აფხაზეთი სომხებს ჩააბარე შენი დახმარებით მე მესმის რომ მაშინ ამერიკელები არა ირაკლი მოდი რა ცოტა აქეთ წამოვიდეთ არ არის მასე ელცინს ყურებით ატარებდნენ და რომ ამერიკელებს ეთქვა რომ რუსი არ შევიდეს აფხაზეთში არ შევიდოდა მაგრამ დაგვსაჯა რუსეთმა იმან ამერიკამ რუსების ხელით რა მოდი ესე ვთქვა პრეჩინდალები და მაგრამ დღეს ხო შეუძლია დავждეთ და ვილაპარაკოთ დღეს ხო შეიძლება რაღაცა გადავწყვიტოთ ჩემო ირაკლი არა ჩვენ თვითონ არ საუბრობთ სახალხო ხო შეიძლება არ გით რა სახალხო ისედაც ხდება რეალურად რა ჩამოდიან ჩავდივარ ნორმალურად არ და რომელი ხელისუფლება ხო მაგას გეუბნები ხატი ხო ჩაბძანეს ხო და ვინ ატეხავი ნაცებმა და ხოცებმა აბა ხა მეტი რა ხოცებმა ატეხეს და რომელი ხელისუფლების ამდენი წელია 12 წელია ნუ თუ ერთხელ არ შეიძლება არ შეიძლება რომ ერთხელ დააჯერენ და დაელაპარაკონ რუსებს აი ხო შეიძლება რა ამის გაკეთება ყველა გზები ყველაფერი გააკეთეს არა მოდი ვთქვათ ახლა რეალობად უვიზო მიმოსვლა მოხსნა აღადგინა ფრენები ის გააკეთა შენ რას აკეთებ ხო აი ახლა ბევრი რაღაცები გვაქვს ჩვენ ესე იგი სასაუბრო არის ცოტა სხვა თემაზეც და ამიტომ დიპლომატია არა ჩვენ არა გვაქვს დიპლომატია არა გვყავს დიპლომატები არ არიან პროფესიონალები შეიძლება უვიზო მიმოსვლა ფრენები ყველაფერი და საელჩოები არ არსებობს ირაკლი აი კარგით რა საერთოდ ურთიერთობა არ არის არაფერი ურთიერთობა არ არის ვაჭრობენ ეს რაღაცა თავისი მოგებისთვის და ხალხისთვის არაფერი არ ხდება გისმენთ ზარია გამარჯობათ ცოტა ტელევიზორს ცოტა დისტანციაზე დადექით რომ ის ხმა იმაშვება მეორდება ხო ცოტა დისტანცია
ხო, გამარჯობა. გამარჯობა. აი რა ლაპარაკობ რუსეთი ვამბობ თურქეთი შეჭამდა ჩვენც მაგას საუბრობთ შემოკარგო სხვა რამე ვთქვით არაფერი არ გითქვია სხვა მაგრამ ჩვენ თავი თუ არ გვეყუდნის რუსეთი ბუნტალ შეჭერდო შემოკარგო მოდით ესე ვთქვათ რა ეხლა რო არ გაგვიგრძელდეს საუბარი ეს ინდოელები, პაკისტანელები, აფრიკელები 1000 ჯურის თესლი ვინ ჩამოათესლა ხელისუფლებამ, ხო? დღეს გახედეთ, აბა გადით ქუჩაში და ნახავთ, ქართველს ვერ დაინახავ, კაცო, სავსეა ტრანსპორტი თუ სასწავლებლები თუ ისა გადამთიელებით. ვინ აკეთებს ამას? ჩვენ ხო არ ვაკეთებთ, სახელმწიფო აკეთებს. ეს ხალხი, რომელიც ახლა გვეუბნება ჩვენ ვართო ისა კონსერვატორი ვინა ვართო? რაღაცეები ვართო. რაღაცეები არიან, არავინ არ არიან. არ აკეთებენ ქართულ საქმეს, შემოკარგო და ამიტომ ხდება რომ კრიზისი გვაქვს, ძმაო, დემოგრაფიული კრიზისი გვაქვს ქვეყანაში. უკვე ბავშვები აღარ იბადებიან ქართველები სადღაც იბადებიან ქართველი კი არა მართლმადიდებლები აღარ იბადებიან რატო პროტესტი რატო არა გაქვთ ხალხო არ ვიცი რა ვიცი წვედანი გავხდით ზარია უპასუხოთ გისმენთ ეს არის ხალ ალო გისმენთ ეს არის თავრობი ბრალი კი ბატონო და ეს თავრობა თქვენ ხარ აირჩიეთ შემთხვევით აგრევე რომ ახალგაზრდა თოთლევენ თუ და ეს გამოსწერებული ახალგაზრდა მეტი წუნი ფულის გური თუ ის სამჩუბო ხა მთლიანად ახალგაზრდობა არ არის ამაში აფიციალურად ნუ იმას ვიზამთ იმიტომ რომ ჩვენი ძალიან კარგი ახალგაზრდები ყავს ჩვენი მომავალი თაობა არის ჩვენი მომავალი და ესე ყველას ერთი განათლების სისტემა შესაძლოა არ ვხარშოთ რა ჩემო ბატონო მესმის თქვენი გულისწყევილი თუ არ შეიცვალა განათლების სისტემა რომელიც კრეტინობამდე ყავთ დაყვანილი და გოგებაშვილი ახლა გაახსენდათ 40 წლის მერე ესე არ შეიძლება ხალხო ეს ღვთისგან ბოძებული იყო ის რაც უნდა ესწავლა ახალგაზრდასო პირველ რიგში ყოფილიყო ქართველი პატრიოტი ღვთის მოშიში და ღვთის მოყვარული აი ეს ყველაფერი ამოიღეს და ჩაუდეს რომ შენ შეიძლება დედასთან შეგიძლია კავშირი დაამყარო თუ მოგინდაო აი ეს ფროიდის სწავლებები და ეს უბედურება რომ შემოიტანეს ეს სოროსი ჩვენ 2004 წელს გავასვენეთ საქართველოს გავასვენეთ რომ სოროსიზმი მოიწყოს და ამათმა ისევ დააბრუნეს ეს სოროსი გისმენთ სარია გამარჯობა ეხლა უსმენდი და ასაკიანმა ხმა დარეკა თქვენთან მართლები არიან არ ვიცი თქვენ რატო გიკვით და რატო უარყოფთ არ უარყოფ რუსეთის გარეშე ჩვენ არა რატო ესეთი არა ერთი წუთი მაცავდეთ რა საუბარი შეიძლება რომ მაცალო არა კი მაგრამ თავში არასწორად მიყავთ საუბარი არა გეტყვით ახლა დამაცავდეთ ერთი წუთი კი ბატონო ბრძანე რუსეთის გარეშე ჩვენ ვერ გადავრჩებით ღმერთმა დაიფაროს რომ რუსეთი ოდნავ შესუძდეს თურქეთი გადაყოლდა აბა ჩვენ რაზე საუბრობთ ირანელები ერთმანეთს ეთყობებიან საქართველოს არაჩემია არც სომხეთი და აზერბაიჯანი აკლებს მაგას რატო მაგითი ვართ დაცულები და თუ კარგად ვიქნებით ბევრად დაცულები ვიქნებით კი ბატონო მართლმადიდებელი ქვეყანა ყველაზე დიდი და ეს ხო ხედავთ მთელი სამყარო ებდის მარტო მართლმადიდებლობას ნო მაგრამ რა ხდება მე 53 ქვეყანა ებდის რუსეთს ვერაფერი ვერ უყურს. ჩვენ უნდა ვიყოთ რუსეთთან ძალიან კარგი. აი ხა გუშინ უსმენდით იმ გადაცემას გიორგი ლომიას და რაგვარია მეორე. გოჩა იქნებოდა ჯოჯუა. ჯოჯუა, ხო, ეგენი საუბრობდნენ კაცო, ძალიან გამიკვირდა რა. ისე საუბრობდნენ, ისე გამოვიდა თითქოს თურქეთი ახლა ჩვენი
მეგობრები გახდნენ და ევროპელები და რუსები მტრები გამოიყენებენ. რა ხდება თქვენთან? არა, ასეთი საუბარი ყოფილიყო. მე ერთ არა ეხა უჩვენე მე პირველი კი არ არის. არ გაითიშოს ერთი წუთით ორ სიტყვით გეტყვით. მე რას ვამბობ? რუსეთი ჩვენი მეზობელიცაა და გეოგრაფიულად აქ არის, მაგრამ მე მინდა რომ თვითონ მიხვდნენ რომ ჩვენ საჭირონი ვართ მათთვის. ჩვენ ქართველებმა გავაკეთეთ რუსეთი არაფერი არ იყო ქართველებმა გააკეთეს. ხო იცით ესა რა თუნდა ამ ისტორიას და დღეს აი ესე რომ გადმოყურებენ პატარა ქვეყანა ვართ. რატო წაგვართვეს ის რაც ჩვენია ხო უნდა მიხვდნენ ამას და ხო უნდა თუ უნდა მეგობრობა ვიყოთ მეგობრები როგორ არის გააგცემთ პასუხი კი ბატონო თუ გაქვთ მაგაზე პასუხი რაზე საუბარი ზანეტა ეხლა თვითონ ძალიან კარგად მიხვდნენ რუსები ჩვენ ვერ ხვდებით ამას თორე ისინი მიხვდნენ და ეხლა ზახაროვა რო გამოდის და ის მეორე ხალი როა კაცო რომ საუბრობენ ეს იგივე ეხლა პუტინი ჩათვალეთ რომ პუტინი გესაუბრება და ჩვენ არ ვიცი რატო არ გვინდა ლაპარაკი ამ ხალხთან არ ვიცი ვისთან გვინდა მე თურქებთან გვინდა ვისთან გვინდა არ ვიცი თურქები არიან ყველაზე დიდი იმპერია აი ბოდიში ერთ ჩავერთვებით ჩამოყვანა უნდა თურქების ამას ჩვენ ქართველი ხალხი არ უნდა მოვიწმინოთ ეს არა კაცო ჩვენ მეგობარი ერი არის რუსი ერი და ყველა მართლმადიდებელი ერი და რუსეთის უბედურება რა არის იცი ჩემო კარგო ეთყობა თქვენ იქ პოლიტიკურ სიტუაციას არისნოთ იქ არის რამდენიმე ლობი არის სომხური ლობი აზერბაიჯანული ლობი არის რაღაცა ლობები მაგრამ არ არის ქართული ლობი რაც მიშა სააკიანმა ჩახსნა ქართული ლობი იქიდან აღარ არის უკვე რუსეთი არ არის ერთი რაღაცა მონოლითი იქ უამრავი რაღაცა ხდება ისეთი რომ ჯერ რუსეთი ვერ მიხვდა რომ პარტნიორი ჭირდება თუნდაც ისეთი პატარა ქვეყანა როგორც საქართველოა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საუბრება რუსეთი და ჩვენ არ გვესაუბრება მოდ დაგველაპარაკე და ჩვენები არ მიდიან ჩემო კარგო ჩვენ არ გვესაუბრება ამ ხელისუფლებას არ ესაუბრება იმიტომ რომ არ ენდობა ამ ხელისუფლებას არ ენდობა თორე ქართველ ხალხს კი ენდობა მაგრამ ეს ხელისუფლება ამერიკელების მიერ დანიშნული ეხლა რაღაცა ჭიდაობა მიდის და უბედურება მიდის ჩვენ დაგველაპარაკება ქართველ ხალხს და შეგვიძლია რომ ჩავიდეთ კაცო ჩავედით და მე ატყდა თელი ამბავი რუსეთს დაელაპარაკეთ კაცო თქვენ ეტყობა არ უყურებთ ამ პოლიტიკურ პროცესებს თორე როგორ არ უყურებთ პატრიოტთა კავშირი ხო ჩავიდა წერილითაც იმითაც პუტინთან ყველაფერი იყო შეხვედრები ვინ დაიწყო ისა ჩაწეხლა დაიწყეს ხოცებმა ნაცებმა კი არა ხოცებმა დაიწყეს გასაგები ესენი ერთნი არიან ნაცები და ხოცები არა ხო უნდა მოვიშოროთ ეს ჭირი კაცო და კაცო ეთქვი ხმა ვის მიეციო ვაუ იმასო ამდგება და ვიცი რომ მისა ან ნაცს ან ხოც ხმა და სხვანაირად არ გამოდის ახლა იარაღს ხო არ ავიღებთ და კიდე ერთ გადატრიალებას ხო არ გავაკეთებთ საზოგადოება უნდა მიხვდეს რომ არ არის ნაცი და ხოცი ქართული ეროვნული ხელისუფლება ხდება ეს საზოგადოება ხდება მიხვედრილია ხდება და 4 ნახავ იმოქმედეთ თქვენი მოქმედეთ ჩვენ მოქმედეთ შენ შემოგევლე გამოდი ქუჩაში და მე დაგიდგები აი შენ კაციშვილი ხმას არ გაგცემს მე ვიქნები გადაგვიტანია ციხეები გამოვიარეთ და უბედურება გამოვიარეთ თქვენ გადიდა მე დაგიდგებით თქვენ იყავით და ჩვენ ავიღებთ ჩვენ თავზე ყველაფერს ციხე იქნება თუ სროლა იქნება თუ რა იქნება ჩვენ ავიღებთ მაგრამ არ გამოდის ეს ხალხი გამოდის ვიღაცა არასამთავრობო ნაძირალას ფული შეუწყვიტესო და ამაზე გადაირია ხალხი ვიღაცა აი არა ქართველს არა მადლობა ზარისთვის და როის ფაქტორის გამო და ცოტა უნდა რაღაცა დავფიქრდეთ იმიტომ რომ ბოლო-ბოლო ბევრი საინტერესო საუბარი ხო ახლა ის რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავალაგოთ ეს არის ფაქტი და ეს უნდა მოხდეს რა რეალობაა ესა და ახლა ის რომ
ხელისუფლებები ერთმანეთს არ ენდობიან, ეს სხვა მომენტია, მაგრამ ხალხის ურთიერთობა უნდა იყოს სულ სხვა და არის კიდევაც, დღესაც არის რა და მოდით რეალობა ეს არის. მოდით გავიდეთ დღესაც აი თუ გნებათ რუსთაველზე, თუ გნება ეს თავისუფლებაზე, ძველუბნებში თბილისში და ნახავთ უამრავ რუს ტურისტს, რომელიც ჩამოდის და გახარებულია რომ საქართველოშია. ეს არის სახალხო დიპლომატია და მიდის ჩემო ირაკლი და ამიტომ ამას უნდა კიდევ ერთი ხელშეწყობა, რაღაცა პატარა პოლიტიკური ნაბიჯები უნდა და ეს ყველაფერი აეწყობა და მე დარწმუნებული ვარ იმაშიც რომ რაღაც ია, როდესაც ხელისუფლება ამას ჩეხავს, არ გაძლევს საშუალებას, როგორ უნდა გააკეთო? შენ ვინ ახარ, არაფერს არ წარმოადგენს. ხელისუფლება უნდა იყოს. ხელისუფლება უნდა იყოს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში და არ ენდობა მე გეუბნებით რომ რუსეთის ხელისუფლება არ ენდობა დღევანდელ ქართულ ხელისუფლებას. ხო, მაგაშია უბედურება მე. ისმენთ ზარია. ალო. ისაუბრეთ. დიახ, ისმენთ. ბატონებო. დიახ. ხო, ძლის გამოდივარ ხოლმე თქვენგან. სანამ რა არის გასვასე რა ფერ გახდით ეს პატრიოტები აგრესიულები და ყოველთვის ხერხარეს ვწავით. რისადმი ვართ აგრესიულები? კარგი პოზიცია ქონდა თქვენ და ახლა ვისადმი ვართ? აგრესიულები გახდით, მეტი არ შეიძლება. ნაცერზე უარესები გახდით, ებს ლაპარაკობ, რებს იგონე, ბრებს უილებს ლაპარაკობ, თუღლად. მოხალხლებს არიგებენ ახლა იმას. ისა, ჩემი ზღვა, ვინ მოგაგზავნა შენ, ა? სოდო ახლა რამდენი გახაღებული ისა? მადლობა ზარისთვის. მადლობა ზარისთვის. კარგად იყავი. და ერთი იყო შენი შემწევ, არაფერი გეშველება, მაგრამ კი იქნები მასე. არა, აქ საუბარი ანა ახლა ასისულელია მოგზავნელი ვიღაცა არაკაცი, რა მოიგო ამით? გისმენთ ზარია? ალო. დიახ. დიახ. გისმენთ ისაუბრეთ. ისეთ რა ხოლაბარაკს ხდება ტელევიზორში. რა? ჩვენ გავიგე. ალო, სადავრიგე. ტელევიზორში დაარეკე, კი ბატონო. თქვენ ახალ ხალხით გელაპარაკებით და იყურებ ტელევიზორში. კი ბატონო. თუ ვიყურებ ჩვენა ვარ. ისეთზე ამბობ, ხო? კი ბატონო. არავის არ ვამბობთ კაცო, მსჯელობთ რაღაცას და თქვენი აზრი გითხარით. ბევრზე შინია, ბევრი ვერ გამოდის რუსეთის ცენტრს უფრო მეტი ხალხი ვიდრე სხვაგან, ისე ამერიკასა, ევროპასა. კი ბატონო. რუსი და თურქი როცა ხედო ხალხს ყველა რუსეთის სცენარი ოღონდ ეს გამოდის ვერ ყოფნის დალა ენერგია რო გამოვიწერდა ხალხის წასე თქვა. კი ბატონო. აი ეს ახლა წინასწარს მოусმინეთ ისა აგრესორები ხართ თუ რა ის აგრესორები ვართ? ჩვენ გვინდა მშვიდობა და სიყვარული და კაცმოყვარეობა. რა ის აგრესორია, ჩემო კარგო ადამიანო. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გრჩება ირაკლი. არა უშავს. ბევრი ზარია და არა, პასუხი ხო უნდა გავცეთ კაცს. ჩვენ მაგან აი მშვიდობა გვინდა ურთიერთობა რუსეთთანაც, ჩინეთთან, ამერიკასთან, საფრანგეთთან, ყველასთან გვინდა. იმიტომ რომ მეგობრობა და ძმაკაცობა აქ არ გამოდის. ოდითგან საქართველოს იყო ამ ალყაში მოქცეული ყოველთვის და ქართველი მეფეები ყოველთვის აკეთებდნენ იმას, რომ ლავირებდნენ იქით-აქით, რომ შეენარჩუნებინათ ქვეყანა, მართლმადიდებლობა და ჩვენი იდენტობა და მოვედით აქამდე 21 საუკუნეა და დღეს ვერ გაგვირკვევია რა გვინდა. არა ყავს ის ხელისუფლება. ორი წუთი გრჩება და მოდი რა სოციალური და ქართულ და ჩვენ დღევანდელ პრობლემაზე ვისაუბრებ. ჩვენ ხალხს რაღაცა უთხრათ ის რომ რა შეგვიძლია, რისი გაკეთება შეგვიძლია. ივსება ბიუჯეტი საქართველოში. იმ ხალხით, სადღაც მილიონზე მეტი გასული ადამიანებით, რომლებიც აგზავნიან ფულს დღეს საქართველოში და ეს ფულად აღარ ღირს, იმიტომ რომ დოლარი დღეს გია მინიმუმ 1.5-თან უნდა იყოს ფასებთან მიმართებაში. ისე ზარია და გისმენ. გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობათ. უბრალოდ ერთი რაღაცა მინდა რომ ჯგირს გამოვედი ახლა. ხო, არის და იმიტომ ბზანეთ ბატონო, ბზანეთ. დიდი პარტიის შემალავს თქვენი პარტიისადმი ხალხატონი იმასაც ვიცნობ, მარხას თოფურიასაც ვიცნობ ომი და
ხმერთა გაგიმარჯოთ. ქალბატონი ირმა, პატარა ბიჭი ვიყავით, სვარეთის გზაზე რომ ნახე პირველად, ჭუბურზე. ჯუბერის უღალტეხილს, კი ბატონო. ჭუბერზე. კი ბატონო. უბრალოდ მე აღარაც მიყვარს ხმარა და ძალიან ხოჭო აი ხშირად გისმენ დაჟე ის კი არა რა სიმღერა ის შემდეგ არის ზეპირაფიცი შევი თუ არა მანქანაზე ობიექტივი მაქვს ჩართული თორე სიმღერები და ის არაინტერესებდა სიამონეს გარანტიას გადაცემა ყველა ძალიან ბევრი ისინი უბრალოდ აი არ მიყვარს ხოლმე რო იტყვით ხოლმე რომ შეკვეთილი ზარი ეგ ნუ მე მაშოვე იმასაც ვიტყვი რომ მე ნამდვილად არ ვარ თქვენი ამომრჩეველი მაგრამ დიდი პატივისცემა და დიდი სიმპათია მაქვს. გაგიმარჯოთ. იმ თვალსაზრისით რომ ზოგზოგიერთი ნაცილებს ნამდვილად თქვენი გვერდეშრომა მირჩენია იმ ხელისუფლებასთან სიტყვაზე ვიდრე ვიღაცა ნაწილები. თორე იყო თქვენ იყავით პარლამენტში და ყოველთვის გისმენთ და ყოველთვის რაღაცა იყო. უბრალოდ აი ძალიან მინდა რომ თხოვოთ ვერ დავდივაროთ ბევრი რამე შეიძლება მომწონდეს, ბევრი რამე შეიძლება მომწონდეს. ეს არის სადავო საქმე და ეს უბრალოდ ერთმანეთს ვისაუბრებთ. კი ბატონო. მაგრამ აი ყოველთვის აკვირდები ხოლმე რა რომ ღმერთს ვახსენებ, ქრისტეს ვახსენებ, აი ეს ნოშვერი ხალხი ვარ, ქრისტიანი ხალხი ვარ და მაინც რაღაცა ტექნიკურად ლაძვა გამოვდის ამ ხალხის. ეხლა მე იმ პიროვნებას ვარ ვუსწრებ, ჩემ წირო დარეკა იმის და კარგად გამოლადგეს, მაგრამ ის თავისი დარეკა, კაცო, მაგალითი არ არის. არავის ჩვენ არ ვლანძღავთ, ჩემო კარგო, ცირა ბოდიშ გიხდით, ცოტა დრო დაგვრჩა გადაცემაში, მადლობა ზარისთვის, მადლობა რომ ესეთი ინტელექტუალური აზრები გაქვთ და ესეთი მიმართება ყველაფერში ძალიან კარგია რომ საზოგადოებაში ესეთი ხალხი არის რომლებიც აზროვნებს რომლებიც ხედავთ ჩვენ არც აგრესია გვაქვს არც ჩასაფრებულები ვართ არაფერი ამ ხელისუფლებას ვეუბნებით რომ ბუნებრივი ოპოზიცია უნდა იყოს ბუნებრივი არა და ხელოვნური ყავთ ეს ნაცები და ამ ნაცების ხარჯზე ხელისუფლებაში არიან და ეს არ არის სიკეთის მომტანი ამას ვიძახით ჩვენ და ამას ვქადაგებთ ეს ქვეყანას დაუყავს ეს ხო ჩვენ გვინდა რომ იყოს ბუნებრივი რატო არ შეიძლება ხალხო ჩვენ რა სროლას კი არ ვაპირებთ ვეუბნებით ესია ესე ვხედავთ იქნებ მოდი მე რასაც ჩვენ ვამბობთ ეგენი მე ახმოვანებენ და თავის თაქვე რაც უძახეთ რომ უნდა გახდეთო კონსერვატორები გახდნენ კონსერვატორები ეხლა რაბზეა ლაპარაკი ეხლა მართლა ბრძენები კი არ ზიანიქა სიბრძნე ხალხშია და ხალხს აქვს სიბრძნე და მინდა რომ ეხლა წმინდა მარიამის მიძინების მარხვა და მინდა მისი მადლი შეგვეწიოს ჩვენ ყველას ჩვენ ოჯახებს ჩვენ საქართველოს და ყველა მართლმადიდებელს კეთილი სურვილებით და კეთილი მშვიდობით და მომავალ უთხშაბათამდე დავიმშვიდობოთ ჩვენს მეგობრებს დიდი გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ არ შეიძლება ყურები ჩამოვყაროთ და ვთქვათ რომ всё დამთავრდა და ეგრე არ არის ეგრე არის ბრძოლა თელი ჩვენი შეგნებული ცხოვრება ჩვენ ვიბრძვით იმისთვის რომ სიკეთე იყოს ამ ქვეყანაში ჩვენი წვნილს ვაკეთებთ მადლობა ყურადღებისთვის ღმერთი გფარავდეთ და მომავალ შეხვედრამდე